დღეს გვექნება 2 ტიტანის შეკინება, iPhone 17 Pro Max და Galaxy S25 Ultra. დავიწყებ დიზაინით, დიზაინს რაც შეეხება გემოვნების ამბავია, მაგრამ მე საშინლად არ მომწონს ამის დიზაინი, იმიტომ რაღაცა ძალიან სათამაშო ტელეფონს გავს, როდესაც Samsung-ი ბევრად დახვეწილი, ბევრად ლამაზია, ასევე ტიტანი ხელში ბევრად პრემიუმ შეგრძნება აქვს, ვიდრე ამ ალუმინს. Apple-მა იმით გააправა, რომ ჟარგონულად თქვა, სითბოს უკეთესად ატარებს, ნაკლებად ცხელდება და ასე შემდეგ. კი, წინა მოდელთან შედარებით განსხვავება არის 4 გრადუსი, მეტი ისეთი განსხვავება არაფერი და კაი. ჯანდაბას, მაგრამ პირველად არის, როდესაც კეისი უნდა უყიდო და კეის თუ ატარო. იმიტომ რომ ესე ნამდვილად ამ ტელეფონს ვერ ვიხმარ. ეხლა რაც შეეხება ეკრანს, როგორც იქნა ანტიბლიკური, ამასაც აქვს და მზეზე ნაკლებად ბლიკავს, მაგრამ Samsung-თან შედარებით ძალიან უკან არის. კი, 16 Pro Max ჯობია, მაგრამ Samsung-ის ანტიბლიკური ეკრანი სულ სხვა. თვითონ ეკრანს რაც შეეხება, ძალიან მომეწონა, სენსორი ძალიან კარგია, ყოველ წელს iPhone-ის ეკრანი იხვეწება და Samsung-ის ბოლო მოდელი ეკრანები უდევს, მაინც ეკრანიც გემოვნების ამბავია, ვის რომელი და რანაირად მოწონს. რაც შეეხება კამერებს, მივაბავ ვიდეოს ბოლოს და თქვენც ნახეთ შედარება ფოტო, ვიდეო, რომელი უფრო კარგად იღებს. მე ვიდეოს ვიტყოდი, რომ პლუს მინუს ერთნაირია, iPhone იღებს უფრო თბილ ფერებში, Samsung-ი უფრო ცივ ფერებში. ვის რომელი მოწონს. მე ვერ მივეჩვევ მაგალითად ამის თბილ ფერებს, განათებად შევცვალე, ხან როგორ დავაყენე და ხან როგორ. ხარისხით ოდნავ მირჩევნია მაინც Samsung-ს გადაღებით, მაგრამ თეთრის ბალანსი მირჩევნია Samsung-ში. მაშინ პროთი უნდა გადავიღო პრო რეჟიმი და ეგ ყველაფერი დავარეგულიო. ეხლა რაც შეეხება სიჩქარეს და ასე შემდეგ, ეს აპლიკაციების გახსნის სიჩქარე ძალიან სისულელეა, იმიტომ ორივე ტელეფონი დაფრინავს და სხვაობას ვერ შეატყობ. Antutuში Geekbench-ი უფრო მაღალ კულებს იღებს iPhone-ი, არც მაგ ტესტებს არ ვენდობი, მაგრამ A19 ძალიან მაგარი პროცესორი გამოუვიდათ. გუშინ 16 Pro Max-ად შევადარე და 16 Pro Max-ზე რო იძახე, კამერაში განსხვავება არ არის, ალბათ 15-20%-ია განსხვავება, 17 Pro Max-ი ისე ჯობია. რაც შეეხება ელემენტს, რამაც გამანცვიფრა, მსგავსი ელემენტი მე არ მინახავს. დილით 8 საათზე დავიწყე ვიდეოები, გადავიღე ტელეფონი დავამონტაჟე, მილიონ კაცს მივწერე, საღამოს 11 საათზე 30% მქონდა. აქამდე Samsung-ს ორჯერ დავტენიდი. ელემენტში Apple როგორც კომპიუტერში არის შეუდარებელი და ძალიან მაგარი. ელემენტით კმაყოფილი ვარ, კამერით კმაყოფილი ვარ, ერთადერთი რაც არ მომეწონა, დიზაინი არ მომეწონა და ეს აწყობის ხელში რანაირად ზის და რაღაცა. Samsung-ი რო ავიღოთ, მე მაინც Android-ი მირჩევნია iOS, გემოვნების ამბავია. უბრალოდ მე ცოტა ისე თემაში ვარ. ტელეფონი მომწონს Android-ი, Mac-ი მომწონს Apple-ზე და ან მარტო უნდა კონდეს Windows და Android-ი, ან ყველაფერი Apple-ის, Apple-ს მაგარი ეკოსისტემა აქვს და მაგიტო გადავედი Apple-ზე. სურათებს ნახავთ თქვენ თვითონ, შეხედავთ, რომელი ჯობია, რომელი არ ჯობია და ის რომ ვიღაცებმა გალანძღეს და რაღაცა Xiaomi, ეხა შემოხტებიან აქაც Xiaomi 17 Pro Max-ი. ხალხო, ჯერ რა სირცხვილია, გადაახტნენ. 17 Pro Max-ი გააძღეს, ვითომ გაყიდო. ადარებთ Samsung-ს და Apple-ს, მით უმეტეს სისტემას რაღაცა Xiaomi-ებს. მით უმეტეს გესაშინელი დიზაინი და ერთი წლის შემდეგ ძალიან ცუდად მუშაობს რა. გინდა 15 Ultra აიღე, მაგარი ტელეფონია, კი, ფოტო გადაღებაში ჯობია, სიტყვაზე ვთქვა Samsung-ს და Apple-საც. ვიდეო გადაღებაში Apple-ს და Samsung-ს ვერასოდეს ერთ-ერთი ჩინური ტელეფონი ვერ აჯობებს. Huawei-ც ჯობდა ყველას ფოტო გადაღებით, მაგრამ ვიდეოს ვერ იღებდა.
რა ვიცი, რა ვთქვა კიდე ერთს ვიტყოდი იმას, რომ აი ამ მომენტისთვის სიტყვაზე ვთქვათ, ეს გამოდის ალბათ ორჯერ უფრო ძვირი. იმიტომ რომ მეორაცაც ახლის ფასად ყიდიან, ეს 25 ულტრა დაეცა ფასი და იყიდი ალბათ 2200-2300 ლარად მეორაც და თავის ფასში უკონკურენტოა. მე ხარ სხვა რამისთვის ჭირდებოდა მაგიტო გადავედი, თორე Fold 7 და ამას არ შევადარებ. Fold-ს ისეთი შეგრძნება აქვს პრემიუმის, მით უმეტეს რო გახსნი. დაკეცილიც ამაზე თხელია, გახსნელი ხო ძალიან თხელია და ძალიან საოცარი ტელეფონია რა. პროცესორებზე კიდე ხა Gen 5 რო გამოვა და აჯობებს Apple-ს ეგრე არ არის, იმიტომ რომ Gen 3-ც არ ჯობდა ამის წინას. არ ჯობდა რა, იმიტომ რომ ისეთი ვარიანტია, რომ სიტყვაზე ვთქვათ, შეიძლება ციფრები ჯობდეს, მაგრამ Apple-ის ოპტიმიზაცია არის სულ სხვა რამე. მით უმეტეს აპლიკაციები არის სპეციალურად ამისთვის დაწერილი, Android-ზე კიდე ყველასთვის იწერება და ოპტიმიზაციაში Apple-ს Android-ი ვერასოდეს ვერ აჯობებს. ეგ არის ზღაპარი. თუ საინტერესო იყო ვიდეო, დალაიქეთ, თუ ეს კონტენტი უფრო მოგეწონება, სიტყვაზე ვთქვათ, ძალიან ბევრი ტექნიკა მაქვს სხვადასხვა რამე და გავაგრძელებ ტექნიკის განხილვას. ეხლა კიდე ნახეთ სურათები და ვიდეოები. აბა, კარგად ვწანდებ. iPhone-ით გადაღება იგივე 1080p 60 კადრი ეს 2x მივახლოთ ეს 4x-ით მე ვიდეოში iPhone-ი ჯობია შეადარეთ ეს ვიდეო გადაღება 1080p 60 კადრი Samsung Galaxy S25 Ultra OX მივახლოთ 3x 5x